სიუჟეტს. ზოგადად გასაკვირი არ არის, როცა მსგავსი ტიპის არქეტიპული ნაწარმოები საკუთარი თავი დაინახო, ყველა ადამიანი ამას მოახერხებს, ვისაც რჩება თავის კერძო საქმეში, კერძო ბიზნესში, მის სამსახურში, მის საქმეში, არის რაღაც დიდი მასშტაბის ადამიანები, უფრო დიდ მასშტაბში ხედავენ ამ ისტორიას და ამიტომ ხა გასაკვირი და საქილიკო არ არის, აქ უბრალოდ იმიტომ იყო გასაკვირი რომ თქვა კინოში დასვლა ვერ მოასარიხა მე მაგალითად ნახი არ მაქვს და უცოტ საგაჟმა რო დაწერა ბევრს ეგაუკვირდა რომ თქვენი ბრალია კაცმა უყურა და ამაზე მათ შორის არ მხოლოდ უყურა, მსჯელობა დაიწყო, დისკუსია დაიწყო და ალბათ ნოლანი გაკვირვებული იქნება ვინმე რომ მოუყვეს რომ არის ქვეყანა სადღაც ეხლა Facebook-ით განიხილება ეს საკითხი და ქართული პოლიტიკის სადაც პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფმა უფრო ადრე ნახა მე ოჯახის წევრებს ვეჩხუბებოდი მე ვნახე და არ წამომყვნენ პირველივე ეს თქო წასვლაზე და კი აი დაგასწროთ რაც არ უნდა იყოს ასე უნდა ბრაზდებოდე ფაქტია რომ ამ კაცს სააკაშვილს აქვს სასწაული უნარი რომ რაღაც დისკუსიები წარმოშვას და გინდა არ გინდა მე მიდის ამაზე საუბარი. ხა იმის იქით არც სერიოზ ხომ ქართულ პოლიტიკას რო შეხედო უფრო პრაიმ ჰაუს მაგონეს ვიდრე რაიმე დიდ ნაწარმოებს ან დიდ ფილმს, ამიტომ ხა ამაზე მსჯელობა არ არის, ხა იმის იქით ყველა ადამიანს ეს წარმოედგინოს რა შეუძლია ნიკა მელიამას თქვას რომ ველზე ვეღარ დადის და ის ველზე ხალხს უყურებს როგორ აითვისეს სხვა ხალხმა თქვა და ამაზე წუხდეს და თავს ოდისევს ათვლიდეს რომ საკუთარი ეს სახლი რაც იყო ამაზე რო დადიოდა აიხადა სხვა პარტიები დაბრუნდება და მე ამ ამბავს მიხედავს და მოულის დარწმუნებულა რეკ ფიქრი მასაც ექნებოდა ბევრ ადამიანს წარმოიდგენს მის სააზროვნო სტრუქტურაში ამ არქეტიპულ ნაწარმოებს რომელიც ზუსტად მაგაზია აგებული რომ რო უყურებ მოახერხო შენი თავის წარმოდგენა რომელიმე პერსონაჟი და სხვა პერსონაჟები დაგეხმარონ შენ სიტუაციას გაანალიზო სხვას გადასცე აქ გასაკვირი არაფერი არ არის ჩვენი პრაიმ ჰაუსი გავაანალიზოთ ახლა რო ეგ არის კი ბატონო, მე ვახსენე შესავალში საარჩევნო თემატიკის შემოტანას, თემატიკას როგორ აბრუნებს ოპოზიცია დღის წესრიგში მის მიერვე გაძევებულს აი ამ პოლიტიკური ცხოვრებიდან, რომ ეხლა უნდა კონცენტრირდეთ ყველანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე და რომ ბრძოლით უნდა რაღაცნაირად მოვიპოვოთ ეს, რომ ისეთი პირობები იყოს, რომ ღირდეს არჩევნებში შესვლა და რომ ყველა პარტია უნდა იყოს ამაში ჩართული, თუმცა სურა ჯაფარიძეს ჰქონდა კითხვები. ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ვიქტორ ყიფიანის ამ იდეას, თქვათ, სამართლიანი არჩევნების გარშემო კონცენტრირების, მაგრამ სურა ჯაფარიძის კითხვები, რომელიც გუშინ ვიდეო გზავნილად ჰქონდა, მომეჩვენა, რომ მთლად ის არ არის ამ პოზიციისკენ და მაინც არ ემხრობა, ვერ ხედავს ივანიშვილის ქვეყანაში თქვათ არჩევნებში მონაწილეობის აზრს. ხო, თუმცა არჩევნების მოპოვების არსას თუ ვერ ხედავს, ეგ ხა დიდად ვერ დავინახე. არ ვიცი რამდენად იმიჯნება მისი პოზიცია. ვერა დაინახე. მოგეთ, აი ამ მიმდინარე დისკუსიაში თქვენი ამ დისკუსიაში ხალ მე საერთოდ ესე უყურებ, რომ მეინსტრიმ ოპოზიცია ძირითადად იქცევა ისე როგორც იქცევა ერთიანად და თუ ის როგორც აქამდე იქცევით ეგ ფორმულა სწორი არის, შემდეგ შეგიძლია ეგ რჩევები გასცე, როცა იცი რომ გაა გამარჯვების ფორმულა და თუ ამას ვინმე ვერ მიყვება, მე მისგან მოითხოვ რაღაცები. გამარჯვების ფორმულაზე თუ დგას 9 პარტია, ერთი პარტია კი არა, ორი პარტია კი არა, სამი პარტია კი არა, 4 პარტია კი არა, 5 კი არა, 6 კი არა, 9 პარტია თუ სწორ გზაზე იცით და თვითონ მოლაპარაკებთ თუ რაზეც ამობ ერთად ვართ და ვიცითო, მაშინ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს სხვა როგორ მოიქცევა 9 პარტია თუ გამარჯვება გზა იცით, გააგრძელდეს ესე რა პრობლემაა როგორც ჩვენ ვიმარჯვებთ, ხოცები მარცხდებიან, ან ისინი სუსტებიან, ჩვენ ვიგებთ, მაშინ 20-28-ში ვინ გავა არ გავა. ეგ საერთოდ არ გქონდა 20-28-ში გიქნება ძალიან მაგარი ოპოზიციის მიერ ჩატარებული არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ ხო წინ მივიწევთ ოცნება ხო ყველა დღე მარცხდება, აქვით ხო გამარჯვების ფორმულაში. ან ვინმეს ხომ დიდად არ უღალატია. ხო, ცხადი, ანუ რა ის მივლოთ ის შეს თქვა მინდა რომ ხოლოდ მაშინ შემდეგ ვიწყებთ წუხის როცა ხვდებით რომ რაღაცა რაც აქამდე ვაკეთებთ იყო არასწორი, ხო და ან რაღაცა მაშინ სხვანაირად უნდა გქონდათ. თუ სხვანაირად კი არა ესე ქენით, ესე ისედაც მიმდინარეობს, ამაში პრობლემა არ არის. არანაირი ღელვას ადგილი არ აქვს, თქვენ ეთერში დროის წართვას არ აქვს. გავაგრძელოთ ის, რაც ჩემი აზრით 20-ში დავიწყეთ. გავაგრძელოთ ის, რაც 20-ში დავიწყეთ და ანუ ისე რა 2 წლის მერე საკითხზე იმსჯელობა ესე გნიშნავს რომ შენ აღარ გჯერა რომ იმ წელიწადში აქ სიამდვილეში რამე შეცვლი ან მოიგებ ან წაგე და თუ წაგებულები თუ მიდივართ ხო 28-მდე ხო იმ წაგებულზე რომელი პარტია დაინახავს მაგალითად წაგებულ მდგომარეობაშია თქვა არჩევნების გზით გამოცოცხლებას არჩევნების გზით რაღაც პოლიტიკაში რაღაც ისულებას თუ არჩევნების გარეშე არჩევის მიღვა იმას თვითონ ყველა გადაწყვეტ ანუ იმ ომახით ვერავის დაველაპარაკებთ რომ ეს იყო გამარჯვების ფორმულა და შენ უღალატ იმიტომ რომ
თუ ეს იყოს სწორი, ეხლა ეგრე არის, ყველაფერი არის ბოიკოტირებული, ოცნება დაახლოებით ისეთ პარლამენტშია, როგორც 20-28 მერეც მოუწევს, ეგეთი მდგომარეობა იქ სანატრელი არის ეხლა ოპოზიცია ამაზე უკეთეს ბოიკოტისტური ვერ იქნება, არის. ამან მოგიყვანა თუ არა სწორამდე და ამ ჯერობაზე იმის იქით რატო უნდა შევყვე ყველას ვისაც აქვს ერთად ფიცი დადებული ჩვენთან ერთად მე იმაზე მეცნობა და მანდ უყურებ რომ საარჩევნო კამპანია ხალხს დაწყებულია. ვის? ახლა რა ვიცი, ჩემ თვითონ თავისუფლების მოედანი წინა საარჩევნო კამპანიაში არის. მე რო ხანი კამელეყო და უყურე და მათ ოდისევს ვიფიქრებდი რომ აი ჩემ დადიან ჩემ ველზე. ხო, რაღაცა ჩემ სასახლეში ღვინოს და დასმულ კითხვაზე რომელიც პარტია ახლის წერმა დაუსვა, პასუხი გაიცა რომ ამაზე მეერე მსჯელობა იქნება და გაგცემთ პასუხს, მაგრამ ამ შეიძლება დაიდო დოკუმენტი არა ახალი იდეაც არ იყო ჯერ საქართველოს რასტყობს. ეგ დოკუმენტი არსებობს, მაგ დოკუმენტზე ხელმომწერეს, უბრალოდ ერთი რამე აქვს სათქმელი, რომ ის რაზეც შეთანხმდნენ არის თუ არა ულტიმატუმის ენით. ანუ ის თუ არ შესრულდება, არის შემდეგ დაწერილ საარჩევნო ტრაქტატი როგორი უნდა იყოს. არა, 9 პარტია ერთ-ერთი რაც უნდა თქვას, რომ ულტიმატუმის ენით უყურებს ამ საკითხს, ისე რაზეც უკვე ეგ შეთანხმება უკედაც მიღებულია, რაც წარმოუდგენლად სწორი არჩევნები და ეს თუ არ იქნება არ გავალ და 9 პარტია თუ მაგას იტყვის და ეს არის სწორი და გამარჯვების ფორმულა, მაშინ გადვიმარჯვებთ, იმიტომ რომ 9 პარტია არიან, ეგ ცოდნიათ. აბა სხვა ვინც რას იზავს რაღაცა. ამით იქით აი როცა ამ ყოლაფრის არ გჯერა. მე ამ ყოლაფრის არ მჯერა. 20-20 ზუსტად იგივე რაღაც ხდებოდა, უბრალოდ მაშინ საარჩევნო იდეა გაჩნდა 2 წლის მერე როგორც დაახლოებით ზუსტად რაღაც ესე. უბრალოდ მაშინ პარლამენტი გახდა რაღაცა პარლამენტში დეპუტატობის გამართლება, რომ ეს სწორ მაგარ არჩევნებს დაგიდებთ, მაგის საშუალებად. მე ამ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი ხო შევიდა. იმ მოქალაქეს რომელსაც ახლა ვინებთ რა გარანტიას ვაძლევთ, რომ მურუსიძე არ დახვდება სასამართლოში, რა გარანტიას ვაძლევთ, რომ ქუჩაში შეგახართ არცემ. რა გარანტიას არანაირი გარანტიები არ არის. არანაირი გარანტიები არ არსებობდა და მაგ გარანტიების გარეშე ამჩვენებამდე რამოდენიმე თვით ადრე დახვდნენ მე საფრთხად და რავი ჩელესაც დახვდნენ და ზურასაც დახვდნენ და სხვებთან. მაგრამ რამოდენიმე თვით ადრე იმ რიტორიკა გადავედი რომ ხო მოდით არჩევნებზე მთელი კამპანია იმას დაუთმე რომ შეერთი ხმა დათმე სახში დარჩენას არჩევნებზე მოსვლა ჯობია, მომავალი შენია, ანუ ვექტორი იყო იქით რომ მოქალაქეს კი არ მოუკლა რომ არჩევნებზე აქვს აზრი, თქვა ვისო რომ ძალიან ცუდი არჩევნები. არამედ გაუჩინო იმედი რომ თავარი პრობლემა რაც გვაქვს, რაც უკლებები აჩვენებდა, რომ ოპოზიციურად გაწყობილი ადამიანები ბევრია, მაგრამ მათი მობილიზება რომ მოვიდეს არჩევნებზე ხმები მოგცეს, ვერ ხდება რაღაცნაირად მოლოდინი რო იყო რომ მილიონი კაცი მოვიდა და არ მოვიდა ის მილიონი კაცი, არათუ ის მილიონი ხმა ვერ დავიცავით, არ მოვიდა, არ მოიცა მაგდენმა ხმა, მაგ დადგა პრობლემა, ამ პრობლემას თვალი არ გავუსწორეთ და დავრჩით აქ. პრობლემა სანდელე შეგარი, პრობლემა ის კი არ არის აქ პოლიტიკოსები რას გადაწყვეტენ, ზუსტად ხალხი რას გადაწყვეტს მაგაზე არის. ეხლა არჩევნების იდეას დაზიანებული ეგრე, რევოლუციის იდეაც, ესე ყოფნის იდეაც რომ რაღაცა ეხლა როგორც უსხოლები და ანსანქცირება და ამით გვეშველება, ეგეც სასწაულის მოლოდინიც ეგ იდეაც არ არის. ეხლა არის თავარი შენ როგორც პოლიტიკოს რა გირჩენია საით შეეცადო წაიყვანო შენ როგორც პოლიტიკოს რა გირჩევი? მე როგორც პოლიტიკოსი თვლი რომ წინა არჩევნები წავაგეთ, იყო უკეთესი ქცევის პატარა შეიძლება მოგვეგო და მილიონი ან ჯერის კი არა თავისთავად მილიონი ადამიანი შეიკრიბება და მეერე გადაწყვეტ რა როგორც ვიზავთ. არ იქნება ეგეთი რამე, რაღაც უნდა გადაწყვიტო რომ თოკი სად უნდა გავკაჩოთ არჩევნების იმღათ არჩევნების გარეშე, ჩემს არჩევნები უფრო მეტ ადამიანს ამობილიზირებს. ივენთი არის უცებ კონკრეტულ დღეს ოპოზიციისთვის გამოვიდა მაგალითად 800.000-მდე კაცი. ეგეთ ივენთს სხვა დღეს ვერ ქმნი. ეგ კი არა 2024 წლის არჩევნები. ეგ კი არა თვითონ როცა რევოლუცია დაიპირდა ძალიან აქტიური ქუჩა, მაგასაც კი არჩევნების დღე იწევს ხოლმე. 4 რიცხვზე რატო იყო დარჩებული ის დღე არა ან წინაზე ან შემდეგზე. იმიტომ რომ ის რაღაცა ხალხი პოლიტიკაზე მაგ დროს ინტერესდება, მაგ დროს ფიქრობს. ხო და სიამოვნებაში ცირა არის რომ რაც არ უნდა ანუ სადაც ეგ ხალხის ინტერესი რაღაც უნდა გავაჩინოთ. იმით კი არა რომ არაფერსაც არ აქვს ძალიან სუსტად და ვიცით. უბრალოდ მესაც შევეცდები წავიყვანო სიტუაცია. თუ არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებს არ გახვალ, ნუ გახვალ. ხელისუფლებამ წავა. შენ ხარ გამონაკლისი კიდევ რამდენიმესთან რომ წავაგეთ არჩევნები რეალურად. კი ბატონო, და მაგიტო თვლი რომ აზრი აქვს პოლიტიკაში ყოფნასაც ეგ ხვალ შეიძლება რაღაცა სხვანაირად თქვა, სხვა იდეა დაბადო, ომზე აღარ შეეშინდეს ხალხი. არჩევნების იდეაც ამიტომ შეიძლება პირველ ფრაზას მიაბა მეორე ფრაზა. ვინც თვლის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ფურცლზე დაიწერა და აგვახიეს, ძალიან ლოგიკურია რომ ის ხალხი თვლის არჩევნებს არ უნდა გავიდეს და არ უნდა გავიდეს. პირიქით. არა თანმიმდევრული იქნება ყველა გადო, რომელიც ეხლა გესაუბრებ, მათ შორის ამიტომ გითხარი რომ ამ პირველ ფრაზას მეორე მიბმული. მე ყველა ეთერს უყურებ თითქმის და ყველას ვიცი ვინ რას ლაპარაკობს კოალიციიდან და როცა თქვენ გესაუბრებთ რომ კონტექსტს გააჩნია, ხო არის სიტყვა, აი კონტექსტი როგორ ნიშნავს, რომ ესე იგი მათთვის არჩევნებში მონაწილეობა მოსულა და კონტექსტს გააჩნია და მაშინ რა არის ის კონტექსტი უკეთესი, ვიდრე იყო 22-ში, შენ ხო მოიგე. წარმოვიდგინე იმაზე მაგარი კონტექსტი რომ მოიგე.
რაღა უნდა იყოს? თუ მოგებული თუ ჩავთვალეთ რომ ჩვენ მილიონზე მეტი კაცი იყო და მოვიგეთ და ისწავლეთ რომ მაშინ მე უბრალოდ ვერ ხვდები პოლიტიკაში მისაღწევი არაფერი აღარ დარჩით ხო ამბობ რომ ხალხის ხარდაჭერა გაქვს ერი შენს უკან დგას აბა რაღა არის მაშინ რა უკეთესი რაღა უნდა გაკეთდეს რეპრესიული მანქანა გავს გადასატეხი რომ რაც მიიღე ის რომ გაიფორმო ასე მათ ეგ არ გავიარეთ ახლა რომ დაბადო რაღაც ისე პოლიტიკური რაღაცა ტიპის თარიღი უნდა იარსებოს თუ ეგ თარიღი არ იქნება მაშინ გასაგებია გავაგრძელოთ ეს უბრალოდ მე არ გონია რომ ესე ვიმარჯვოთ თუ ვინმეს გონია ხო არიან ცხრა პარტია გააგრძელონ ისე მე მაგალითად გონია რომ ნაციონალურ მოძრაობაც საარჩევნო კამპანიაში არის ნანუკა ჟორჯონიანი რასაც საუბრო საარჩევნო კამპანიაზე 20-28 და ის თარიღი რო ახსენ 20-28-ში რა ხდება ეს სოფლიო ჩემპიონატი ხარ ტარდება საქართველოში ტარდება არჩევნები ანუ ამ დღით გამოაცოცხლა მანაც ეს პროცესი და დაიწყო რაღაცნაირად ხმების დაბრუნება უნდა ჩათვალა რომ წაართვა ახალმა რაღაცა და ჩემი ოქრო ჩემთან პრინციპით ანუ ეს თვითონ გაცოცხლა იმ ხალხში რომელმაც ერთად თქვეს რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული ბიზნესთან როგორ ჩხუბობთ თუ როგორ ვაწარმოებთ პოლიტიკას და იქ მოგვარდეს იმის იქით ვინ პარტიას ასე როგორ ჩათვლის არავის საქმე არ არის იმიტომ რომ არავის ეს გამარჯვების ფორმულა არ არის მაგრამ ჯამში დიანა რაც არ უნდა იყოს შენ მოქალაქეს თუ არ განსხვავ ხარი დაგიჭერა და წაერთვა მე უკეთესად დაიცავს თავის ხმასაც და შენ არჩევას მოქალაქეს თუ არ უნდა რომ შენ ხელისუფლებაში ყოს აღარ წარმოუდგენი ხარ ამის გზად არც ის აინტერესებს რა დიდად შენ რევოლუციას დაგეგო აღარც ის აინტერესებს შენ არჩევებს გახვალ თუ არა მანდ ვეთანხმები მანდ არანაირი ინტერესისაც არ არის ეხლა ოდისევსის ფილმი გავდივართ თუ რა ვიცი ან ნარუტოს ანიმე გადის არ აქვს შეიძლება ხალხი არ უყურეს არა ან გონია რომ ვინ საერთოდ ამ ფილმს უყურებდეს და ამ ფილმში ვინ ოდისევსია ვინ პენელოპეა და ვინ არგუსია ან გონია დიდად ვინმე ინტერესობდეს თავი პრობლემა არის ეგ და ამ ხალხის ინტერესი გააგვიძო პოლიტიკაში დააბრუნო ამაში არჩევნების დღე უფრო გეხმარება ჩემი აზრით თუ რაღაცა მაინც დაიწეს რაღაც ხდება ვიდრე მაგ დღეს ამოგება და მაშინ გავარჯვავში რატო საუბრობთ 28-ზე ხვალიდელზე დღეზეგინდელზე ბაზეგინდელზე ერთი კვირის თავზე ვისაუბროთ ეხლა ვართ მაგ ბოიკოტში ეხლა ხდება ეგ დათმობილი ეგ პარლამენტში არ არის ეს როგორც მართავს ბიძინა აგერ უყურეთ მაგრამ ერთ რამეს უყუროთ წარმოიდგინე ეს გემბლერული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი რომ თითქოს რაღაცის ნენელას დასაზრ კი არ აქვს შენ გამარჯვებაზე არ ფიქრობ ძმაო ეგ არის თავარი დამღუპელი რაც აი 20-20-ში რო დაიწყო ოპოზიცია მეკჭირს და აგერ რა დროს ის არის გავიდა უკვე იქიდან მაგალითად 6 წელი და ამ დროის განმავლობაში დიაპაზონი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის რესურსებში რაღაცნაირად რავი რაც არ უნდა იყოს ამ ძალაუფლების ნაწილში გაზრდილია თუ შემსრულებული ეხა ხო ამ all-in ამ ბლატაობათ ეს დიაპაზონი გაიზარდა დღეს უფრო მეტად გაძლიერებულია ქართული ოცნება დასუსტებული აქეთა ნაწილი შეგვიძლია რიტორიკის ზონაზე ეს შევინარჩუნო მაგრამ ეგ ისედაც არის ახალი არაფერი არ ხდება თუ გამარჯვების ფორმულა არის ის როგორც აქამდე მოვედით აქამდე ბოიკოტით მაშინ გაგრძელო ვიგებ კი ბატონო თქვენი არანაირი სანერვული 28 არ არის იმიტომ რომ მოგებულები ვიქნებით 28 მინდა რომ თქვენ კონცერტ თქვენი ფორმულა რომ ის არჩევნები წავაგეთ და ამიტომ წავაგეთ თორემ კი არ გადაგვიწერეს და ამიტომ უნდა ახლა მივიღოთ არჩევნებში იმიტომ რომ არჩევნების იდეა არის ცოცხალია და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ თუ გააკეთებთ პარტიას თქვენ მიიღებთ და იქნებით არჩევნებში არანაირი ულტიმატუმი და წითელი ხაზებით არ იქნებით წარმოდგენილი. პარტიას თუ აკეთებ და პარტია გაქვს, პარტია ერთ ეგინა რომ სადმე ფორმალურად არსებობდეს და დაიტესო ეგეთი არჩევნები. ვინც პარტია აკეთებს არჩევნებზე არა, არის მე ეგ რაღაც აბსურდულად მესმის და ეგეთ რამ მე იმას გავრო არჩევნებს საერთოდ ძალიან ყველა გავიდეს და მე ვერ გავიდე. არა მე ვერ შევძლო გასვლა, ან მე რაღაც არ მომეწონეს. ან ეგ არის შეიძლება დამიჭირონ. ის ქუჩაში რომ ამორჩევ როგორ დავარწმუნო არ დავთქვი რა მეც ხვდებიან ანუ ეგ ის კი არა შენ მიზანი რა არის რომ ის რომ ხელშეგიშლის უეჭველი არის მაგრამ ეცადო თუ არა რომ რაღაც უკეთესი გამოადნო ან market vector-ის საით მიყავს, თორე შეიძლება უბრალოდ რაც არ უნდა გააკეთო, აკრძალონ, რაც არ უნდა გაგაუქმონ, გარეთ დაგიჭირო, მაგრამ ამის გამო გარეთ აღარ გავალ, ხვალ დაგჭირდა. არა, უნდა ეცადო, რომ ძვირი დაუძეს მინიმუმ ბიზნეს, შენი სახში გამოკეთო. თუ არჩევნებზე არ გადიხარ, აღარც ააკრძალოს მაგალითად, ისე თავს აიკრძალო და თავის აკრძალვის პოლიტიკას არ ვეთანხმები, რაც სინაგვაკ დაწყებული ეს თავი დავიზიანო, თავი ავიგრძალო, თითქოს ვინმე შევეცოდები, ეგ ეგრე არ ხდება. კი ბატონო, მადლობა ცოტა. ძალიან დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ